პირველ რიგში ქალბატონი მინისტრი საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მინდა მიულოცო, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მინდა მიულოცო და მისი ასეთი მაღალი დონის ministra დანიშნვასთან დაკავშირებით მინდა მიულოცო მას და უსურვო წარმატებები, სამომავლო წარმატებები მის საქმიანობაში. ჩემ ძვირფას კოლეგასთან ერთად წინა თვეს მალტაში საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ჰქონდა შეხვედრა და დღევანდელი შეხვედრა მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისთვის ეს პირველი ვიზიტია საგარეო ვიზიტი და ეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია. დღეს ჩვენ აზერბაიჯანის საქართველოს ურთიერთობების შესახებ როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომლებსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია. დღეს ჩვენ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენს ურთიერთობებს 35 წლის თარიღი აქვს და ამ პერიოდში ჩვენი ურთიერთობები თანამედროვე პერიოდში სახელმწიფოებრიობის ტრადიციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული და ამ პერიოდში არც აზერბაიჯანისთვის, არც საქართველოსთვის არ იყო ადვილი პერიოდები, იყო რთული პერიოდები ჰქონდა ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოები და საქართველოს აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების დამახასიათებელი იმაში მდებარეობს, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდა, მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა, მხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ჩაურევლობა ერთმანეთის შიდა საქმეებში. ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენ ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ. დღეს ჩვენ სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები, პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზეა და ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის არსებული რეგულარული შეხვედრები, მუდმივი დიალოგი მინდა აღნიშნო ხაზგასმით, ესეც მნიშვნელოვანია ხვალ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედგება და ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და საქართველოს სამთავრობო კომისიების მეათე საიუბილეო შეხვედრა შედგება, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები. მინდა ასევე ვისაუბრო პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე, ხელმძღვანელებს შორის არსებულ საქმიან და გულთბილ ურთიერთობებზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე. ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები ყოველთვის რეგულარულად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. მე 2024 წელს ვიყავი საქართველოში და ყოველ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებობს პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, ყოველწლიურად იმართება შეხვედრები და მიგვაჩნია, რომ ეს და სხვა კონტაქტები საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგად ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, სიამოვნებით გვინდა აღნიშნო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან. ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანული კომპანიების მიერ
3.6 ინვესტიცია არის განხორციელებული საქართველოში, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები, თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას, 2024 წელს 1 მილიარდს მიაღწია. ეს რა თქმა უნდა მთლიანად არ ასახავს შენს პოტენციალს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არსებული დინამიკა ჩვენ გვაკმაყოფილებს და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტ ციფრებზე ვისაუბრებთ. ამავე დროს აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ჩვენ ეკონომიკურ სფეროში გვაქვს კარგი ურთიერთობები. აქ არის კომპანიების, ჩვენი კომპანიების მუშაობა, ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით ამ რეგიონში, ამ გეოგრაფიულ არეალზე გლობალური პროექტები განვახორციელეთ. ისინი არა მარტო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი ადამიანების კეთილდღეობისთვის და კიდევ უფრო მეტ გეოგრაფიას ენერგეტიკულ რუკას ცვლის და გეოეკონომიკურ რუკას ცვლის ეს ჩვენი პროექტები და მიმაჩნია, რომ ამის შემდეგაც ამ ტემპით გავაგრძელებთ. გვაქვს ასევე ფლაგმანური პროექტები, ეს არის ბაქო-თბილისი ჯეიჰანი მინდა აღნიშნო, ბაქო-თბილისი ერზურუმის გაზის პროექტი და წარმატებით რეალიზებული სამხრეთ გაზის კორიდორი გვინდა აღნიშნოთ. ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროს შესახებ თუ ვისაუბრებთ, ბოლო წლების განმავლობაში შესრულებულია 2024 წელს ამ კორიდორის გაფართოებასთან დაკავშირებით ბევრი სამუშაოები გავწიეთ და ბაქო-თბილისი-ყარსიც უნდა აღნიშნოთ ეს პროექტი. აქ ტვირთების გადაზიდვის გამტარიანობა 5 მილიონიდან გავზარდეთ 10 მილიონამდე და ეს უფრო მოიცავს კიდევ უფრო მეტ გეოგრაფიას და ზრდის ჩვენს პოტენციალს და მის კონკურენტ უნარიანობას. ამ მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ როგორც აღნიშნე ამ პროექტებთან დაკავშირებით მათ უკვე ისტორიული როლი გააჩნიათ და ჩვენი ქვეყნების და უფრო ფართო გეოგრაფიისთვის აქ დიდი მნიშვნელობა. ამჟამად მე მინდა ვისაუბრო რამდენიმე პროექტის შესახებ. დღეს ქალბატონ კოლეგასთან ერთად ვისაუბრეთ ამ პროექტებზე. მათ შორის არის რა თქმა უნდა 2022 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება. ეს არის მისი ჯერ არის დაფინანსების დონეზე, ეს არის პოტენციალურად გლობალური პროექტი, ეს არის მწვანე კორიდორი, მწვანე ენერგიის კორიდორი, რომელიც კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით, შავი ზღვის ფსკერით მიეწოდება ელექტროენერგია ევროპას და პირველი საქართველოს და აზერბაიჯანი არიან, რუმინეთი და უნგრეთი არიან ძირითადი პარტნიორები და დიდი ინტერესია უკვე სხვა ქვეყნების მხრივაც ამ პროექტისადმი. ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული საკითხებს შორის 21 საუკუნის ძირითადი განვითარების გამსაზღვრელი დიდი საინფორმაციო ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და განვითარება საქართველოს და აზერბაიჯანის კომპანიების შორის ამასთან დაკავშირებით არის მრავალი პროექტი განხორციელებული და მათი ოპტიმიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის ამ ტერიტორიებზე ციფრული გადაცემის შესახებ სფეროში ჩვენ ვიქნებით შეიძლება გავხდეთ ლიდერი რეგიონი. ამ პროექტების და სხვა კიდევ გლობალური
პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის ორმხრივ ფორმატებთან დაკავშირებით, სამმხრივ და ოთხმხრივ ფორმატებსაც ჩვენ ვახორციელებთ წარმატებით, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი არიან აქტიური მონაწილეები. 2024 წელს უკვე შედგა საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის სამმხრივი ფორმატი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში და ბაქოს დეკლარაციას მოეწერა ხელი და იქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თაობაზე იქნა შეთანხმებები მიღებული. ტრანსპორტის სფეროში სამუშაოების კოორდინაციასთან დაკავშირებით, საგზაო რუკების წარმოდგენასთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო ტრანსპორტის მინისტრებიც შეხვედრაც ასევე არის დაგეგმილი და მნიშვნელოვანი. ამ პროექტების თაობაზე, როცა ვსაუბრობ, მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი მეათე სამთავრობოთა შორისო ეკონომიკური კომისიის ხდომაზე აღნიშნული დიდი პროექტების გარდა კიდევ სხვა ინიციატივების შესახებ იქნება აზრთა გაცვლა. აზერბაიჯანი საქართველოს ურთიერთობებში ყოველთვის ჰუმანიტარული სფერო არის მნიშვნელოვანი სფერო. რა თქმა უნდა, ამ სფეროსაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. როცა ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ სფეროზე, ეგ არის განათლება, სპორტი, მეცნიერება, ტურიზმი. ჩვენს ქვეყნებში განხორციელებული პროექტები ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული კულტურისა და განათლების სფეროში არის რეალიზებული პროექტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დედაქალაქებში და სხვა ჩვენს რეგიონებში კულტურული დღეები, კულტურული ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ქალბატონ ჩემს კოლეგასთან ერთად საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანს საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისთვის და სხვა მომენტები დღეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენი შეხვედრის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით მე ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას, უსაფრთხოების გარემოს, სომხეთს, პოსტკონფლიქტურ პერიოდს ვგულისხმობ და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, როგორც მოიხსენებათ, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ურთიერთობების და მახასიათებელი საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპებია და ერთ-ერთი მომენტი შედგება იმისგან, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის ნორმებს იცავს და ყოველთვის ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, სუვერენიტეტს მხარს უჭერთ. სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყანა სომხეთთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმართებაში ამას ვერ ვიტყვით და ამის შედეგია, რომ მრავალი წლების განმავლობაში სომხეთმა ოკუპაცია გაუკეთა ჩვენს ტერიტორიებს და მხოლოდ 2020 წელს 44 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და 2023 წელს ერთდღიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მთლიანად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და მრავალი წლების განმავლობაში წარმოებული უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ სამხედრო ძალა, სამხედრო დიპლომატიის მეთოდით საერთაშორისო სამართალი აღდგენილი იქნა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები მრავალი წლების განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ იყო,
ჩვენი ყავდა ლტოლვილები მილიონობით, იყო ჩვენი ხალხის მიმართ ეთნიკური წმენდა და დანგრეული იყო მთელი ჩვენი კულტურული ძეგლები, იყო ამ ვანდალიზმის მიუხედავად აზერბაიჯანი სახელმწიფო სომხეთს ამ სისხლიანი ისტორიის შემდეგ სთავაზობს სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ ამას ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით გავაკეთეთ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ინკლუზიური განვითარების მიზნით, სწორედ ეს ინიციატივა იყო ჩვენგან წამოსული. ბოლო 4 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული წარმატებები, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესის კონტექსტში საკმაოდ დადებითი განვითარებისთვის გვაქვს პატარა შედეგები, დადებითი შედეგები, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ სომხურ კონსტიტუციაში, სომხეთის კონსტიტუციაში და სხვა საკანონმდებლო აქტებში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებობს ჯერ კიდევ მუქარა, ასე სომხეთში სწრაფი მილიტარიზაცია მიმდინარეობს და რევანშისტური მისწრაფებები საკმაოდ სერიოზულია და ეს ჩვენ სერიოზულად სერიოზულ კითხვებს ბადებს ჩვენში. ამავე დროს დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენი ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ბრუნდებიან ჩვენი ლტოლვილები, მაგრამ იქ არის ნაღმების საშიშროება და ამის შესახებ მე ჩემს კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე. ამავე დროს რეგიონში განხორციელებული პროექტები, იქ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ შექმნილია ხელსაყრელი პირობები უცხოური ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის. ამ პირობების თაობაზეც ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ მინისტრს და შევთავაზე, რომ ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შეღავათებით. აქ ვასრულებ ჩემს სიტყვას და დიდი სიამოვნებით სიტყვას გადავცემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. მიმაჩნია, რომ ქალბატონი მინისტრის ეს ვიზიტი, ეს ჩვენი საუბრები უფრო გამდიდრებს ჩვენს დღის წესრიგს. გადმოგცემ სიტყვას.